ვინა უკვე იყიდე, თანხის ნაწილი უკვე გადაიხადე, მაგრამ გამყიდველი გეუბნება, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში დაარეგისტრირებ. თუმცა მეორე-მესამე დღეს გაირკვა, რომ გამყიდველმა გადაიფიქრა. რა მოხდება ესეთ შემთხვევაში და რა ბედი ეწევა შემთხვევით. დღეს გეტყვი რა არის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. რა შემთხვევაში ფორმდება და რას უნდა მიაქციო ხელშეკრულება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომელთაც მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მომავალში აუცილებლად დადებენ ხელშეკრულებას. მაგალითად, შეარჩიებინა, გინდა ამ ბინის შეძენა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო დღეს ვერ ახერხებ ამ ბინის შეძენას. ასეთ შემთხვევაში შეგიძლია გამყიდველთან გააფორმო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის პირობებითაც შეთანხმდებით, რომ მომავალში ფორმებთ ძირითად ხელშეკრულებას. ასევე, როდესაც მაგალითად ბინის შეძენას გადაწყვეტ შენებარე კორპუსში, გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანი თანხა არ გაქვთ, თქვენი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ გამყიდველს ჯერ კიდევ არ აუშენებია კორპუსი და ჰაერს ყიდულობ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება ეს ორი დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა და ერთი და იგივე არ არის. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანია მომავალში ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. მაგალითად, წინარე ნასყიდობის ფარგლებში მხარეებმა შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებას, რომ ერთი მხარე გადასცემს მეორე მხარეს თანხას, ხოლო მეორე თავის მხრივ გადასცემს რაიმე ნივთს, ან დაპირდება, რომ მომავალში გადასცემს ამ ნივთს. ხოლო რაღაც პერიოდის შემდეგ ერთობლივად გააფორმებენ უკვე ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებას. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვინ არიან მხარეები, რა არის ხელშეკრულების საგანი, რაც უფრო დეტალურად იქნება გაწერილი უძრავი ქონების მახასიათებლები, მით უფრო დაცული იქნება შემძენი და ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ვადაში უნდა მოხდეს საბოლოო შესყიდვა და გამოსყიდვა ქონების ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ რა ვადაში უნდა გაფორმდეს უკვე ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ქონების აღწერას. როდესაც საქმე ეხება უძრავ ქონებას, აუცილებელია, რომ ხელშეკრულებაში გაწერილი იყოს უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, ხოლო თუ ჯერ განშლა არ არის გაკეთებული და ძირითად კორპუსის ძირითად საკადასტრო კოდზეა ხელშეკრულება გაფორმებული, ამავე ხელშეკრულების პირობებით გაწერილი უნდა იყოს ბინის სხვა ისეთი მახასიათებლები, სართული, მდებარეობა, მდგომარეობა, რომლითაც შეძლებთ იდენტიფიცირებას, თუ რომელ ბინაზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ინდივიდუალური საკადასტრო კოდი არ არის მინიჭებული, რადგან ჯერ განშლა არ არის გაკეთებული. მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან ნასყიდობის ძირითად ფასზე, ეს ფასი და ეს პირობა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ავანსი ან ბ. ხელშეკრულებაში ასევე უნდა იყოს მკაფიოდ გათვალისწინებული, თუ მხარეები რა თქმა უნდა ამაზე შეთანხმდებიან, ითვალისწინებს თუ არა ხელშეკრულება ავანს ან ბ-ს, ან სხვა შემთხვევაში რა დანიშნულებით მიემართება მყიდველის მიერ გადახდილი თანხები. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, თუ რას ითვალისწინებს ხელშეკრულება იმ შემთხვევისთვის, როდესაც ხელშეკრულების რომელიმე მხარე დაარღვევს თავის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. ძირითადად პრაქტიკაში შენებარე ობიექტში ბინის შეძენისას, როგორც წესი, ვალდებულებები მყიდველის მხარეს არის, ხოლო პრივილეგიები გამყიდველის მხარეს. ასევე უნდა განისაზღვროს ის, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს განაცხადებს ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და მის რეგისტრაციაზე. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ რა ვალდებულებები დაეკისრება იმ მხარეს, რომელიც ხელშეკრულების ამა თუ იმ პირობას არ შეასრულებს. თუ პირგასამტეხლო შემძენის გარდა გამყიდველზეც იქნება გათვალისწინებული, ეს უკვე ძალიან კარგი იქნება. როგორც წესი, დეველოპერები ასეთ პირგასამტეხლოს მხოლოდ შემძენის მხარეს ჩაწერენ ხოლმე. მაშინ, როდესაც უმეტესად თავადვე არღვევენ მშენებლობის დასრულების ვადებს და ამ შემთხვევაში შემძენი თითქმის უუფლებო რჩება ხოლმე. ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი დეტალია ვადა. რა ვადაში უნდა დასრულდეს მშენებლობა? რა ვადაში უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. რაც უფრო ბუნდოვანი იქნება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მომავალში სადაო გაგიხდებათ თქვენი ბინის შეძენა. ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაამოწმოთ ქონების სამართლებრივი მდგომარეობა, ამონაწერი საჯარო რეესტრში, კომპანიის მდგომარეობა, კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი, ესე იგი რეალური მესაკუთრე. შეიძლება კომპანია სხვა კომპანიის მიერ იყოს რეგისტრირებული, კომპანიაზე იყოს არაერთი შერწყმა, გამოყოფა, რეორგანიზაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ არის საბოლოო მესაკუთრე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებიდან თუნდაც ერთ-ერთს, იქნება ეს კომპანია თუ ფიზიკური პირი,
კონდეს რაიმე ქონება და უფრო სასურველია რომ ეს ქონება წლების განმავლობაში ირიცხებოდეს მის სახელზე. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება არ ნიშნავს რომ თქვენ უკვე თავისთავად გახდით ამ ქონების საბოლოო მესაკუთრე. უბრალოდ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაგიცავთ იმისგან რომ გამყიდველი ვერ შეძლებს ამ ქონების კიდევ მეორედ გაყიდვას სხვა პირებზე, რომლებიც მომავალში თქვენი შემდავებლები გახდებიან. მესაკუთრეობა უძრავ ქონებაზე წარმოიშვება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, არა თანხის გადახდის შემდგომ, არა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. მთავარი არის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამიტომ თუ ბინის შეძენას გეგმავთ და ხელშეკრულების გაფორმებას გთავაზობენ, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს ხელშეკრულება აუცილებლად დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში და ასევე მნიშვნელოვანია წინასწარ გაეცნოთ ამ ხელშეკრულების შინაარსს. ხოლო თუ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ ბინის შეძენა გინდათ, ხელშეკრულების პირობები თქვენთვის ბუნდოვანია ან არ მოგწონთ, ხოლო დეველოპერი უარს ამბობს რაიმე დამატებითი განმარტება მოგცეთ ან შეგიცვალოთ ხელშეკრულების რომელიმე პირობა, თუ მაინც მოაწერთ იმის შიშით რომ ბინა არ დაკარგოთ, ამის შემდეგ მაინც გაიარეთ ხოლმე კონსულტაცია, ამის შემდეგ მაინც გაეცანით ხელშეკრულების შინაარსს და ამის შემდეგ მაინც მოემზადეთ იმისთვის, რომ ხვალ ზეგ და მაზეგ არ გაგიპრობლემდეთ ეგ ხელშეკრულება. გახსოვდეს, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა შემდეგი 4. პირველი, ზუსტად რა ქონებას ყიდულობ. მეორე, რა თანხას იხდი და რა დანიშნულება აქვს ამ თანხას. მესამე, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარე შეთანხმებულ პირობებს აღარ შეასრულებს. რიგითობით მეოთხე, მაგრამ მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი, რეგისტრაცია. კიდევ ერთი დეტალი. ზეპირი მოლაპარაკების დროს მხარები ერთმანეთს ბევრ სხვადასხვა პირობას შესთავაზებენ და დაპირდებიან ხოლმე. თუმცა ძალიან ბევრი ხელშეკრულება შეიცავს ჩანართს, რომ მხარეებს შორის ნებისმიერი შეთანხმება ზეპირიან წერილობითი, რომელიც მიღწეული იქნა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ბათილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დეველოპერის წარმომადგენელი დღეს ზეპირსიტყვიერად დაგპირდათ რაიმეს, რაც ხელშეკრულებაში არ იქნება ჩაწერილი, იმავე ხელშეკრულების ძალით გაბათილებული იქნება. გარდა ამისა, მტკიცების ტვირთშიც შეგექმნებათ პრობლემა, იმიტომ რომ უფრო მარტივად დამტკიცებადი იქნება ის, რაც დაწერილია და ხელმოწერილია, ვიდრე ის, რაც სადღაც ოფისში ვიღაცამ ვიღაცას ზეპირად უთხრა. როგორც წესი, პრობლემის წარმოშობის შემდეგ ვეღარც იმ თანამშრომელს იპოვით და თუ იპოვეთ, ვეღარც იმას აღიარებინებთ, რომ ესა და ეს პირობა ნამდვილად გააჟღერა თქვენთან ზეპირად. თუ ეს ვიდეო სასარგებლო იყო, გამოიწერე არხი, დააჭირე მოწონებას და დაელოდე შემდეგი ვიდეოების გამოსვლას. სხვათა შორის თუ დააკვირდები, ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა სხვადასხვა ვიდეოები და ინფორმაციები მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენასთან დაკავშირებით. რა უნდა მოვიმოქმედოთ, როცა კომპანია დათქმულ ვადაში არ გვაბარებს ბინას. ბინა იყიდე, თანხა გადაიხადე, ხელშეკრულებაში გიწერია, რომ ბინას კონკრეტულ ვადაში ჩაიბარებ, მაგრამ ამ ვადის გასვლასთან ერთად ბინა არ მოდის. რა უნდა გააკეთო ასეთ შემთხვევაში? შეგიძლია თუ არა ჯარიმების დაკისრება, შეგიძლია თუ არა ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა და შეგიძლია თუ არა სასამართლოსთვის მიმართვა. დღეს სწორედ ამაზე გესაუბრებით. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის თქვენსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ბინის შეძენისას არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაცემულ ზეპირსიტყვიერ მითითებებსა და განმარტებებს. ხელშეკრულებაში უნდა შეამოწმოთ რა ვადაში არის ვალდებული კომპანია, რომ ჩაგაბაროთ ბინა. ასევე უნდა ნახოთ, რას ითვალისწინებს ხელშეკრულება ვადების დარღვევის შემთხვევაში. მაგალითად, არის თუ არა გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რა შემთხვევაში, რაოდენობით და შეგიძლიათ თუ არა ამის მოთხოვნა და თუ კი, რა წინაპირობების არსებობისას. ასევე უნდა იცოდეთ, რა შემთხვევაში შეგიძლიათ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლება როდიდან წარმოგეშვებათ. ასე რომ თუ კომპანია გეუბნება, რომ ბინის ჩაბარება კიდე რამდენიმე თვეს ან გაურკვეველი ვადით გადაიწევს, ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებებით. აიღეთ ხელშეკრულება და მოძებნეთ რა წერია ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით. პირველი, თავად უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა. ბინის შეძენამდე უნდა შემოწმდეს ინფორმაცია საჯარო რეესტრში. უნდა გადაამოწმოთ ქონების სამართლებრივი მდგომარეობა, იპოთეკა, იჯარა, ყადაღა, საგადასახადო გირავნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც
ხელშეკრულება და საქმე ეხება მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას. იმ შემთხვევაში, როდესაც ჯერ კიდევ არაფერი აშენებულა, შეიძინეთ ჰაერი და რეესტრშიც თუ არ ხართ რეგისტრირებული. ასევე უნდა გავასხვაოთ ერთმანეთსგან ბინის ჩაბარება და კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება. ორი სხვადასხვა რაღაცაა. შეიძლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყოს კონკრეტული ვადა, რომელშიც დეველოპერმა ბინა უნდა ჩაგაბაროთ, მაგრამ ეს ვადა არ ემთხვეოდეს ვადას, რომელშიც უნდა მოხდეს კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება. ძირითად შემთხვევაში ექსპლუატაციაში მიღება არ მიღების საკითხი თქვენთვის როგორც მესაკუთრისთვის და როგორც მესაკუთრისთვის ბინის ფლობაში ვერ გახდება შემაფერხებელი გარემოება, მაგრამ თუ თქვენთვის ბინის რეგისტრაცია, შენობის ექსპლუატაციაში მიღება ერთმანეთში დროის მხრივ ძალიან არის აცდენილი, შეიძლება ობიექტზე შესვლა გაგიძნელდეთ და შესაბამისად გაგიჭირდეთ თქვენ მიერ შეძენილი ქონებით სარგებლობა. მაგრამ მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ვადები უკვე დაირღვა. პირველი, შეაგროვე ყველა დოკუმენტი. ხელშეკრულება, გადახდის ქვითრები, მიმოწერები, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაადასტურებს თქვენს ურთიერთობას დეველოპერთან. მეორე, წერილობით მიმართეთ კომპანიას და ამ წერილში დეტალურად მისხალ დაასაბუთეთ კონკრეტულად რა ვალდებულებები დაარღვია და ამით რა ზიანი გადგებათ თქვენ. მესამე, შეამოწმეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები, რომელიც კომპანიას უნდა დაეკისროს. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხოს კომპანიის მიმართ, უნდა შეაფასოთ საიდან არის ვადისათვლის წერტილი და რაოდენობაზე გადის ეს პირგასამტეხლო დაჯავებული ვადების შესაბამისად. და მეოთხე, იმ შემთხვევაში თუ აი ამ მიმოწერაში პრობლემა ვერ აღმოიფრქვა, უკვე შეიძლება დადგეს სასამართლოსთვის მიმართვის არათუ შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობა. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას ვადის დარღვევის მიზეზები, ვადის დარღვევის ხანგრძლივობა, ნებისმიერი გარემოება, რაც კონკრეტულ საკითხთან არის დაკავშირებული. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს პირგასამტეხლოს ან ზიანის ანაზღაურების საკითხი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ ხელშეკრულების შეწყვეტა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა უნდა მოვითხოვოთ. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თუ შეიძინეთ ბინა, იხდიდით თანხას, კომპანია ვადების დარღვევით ბინას არ გაბარებთ, ყველაზე დიდი შეცდომაა უმოქმედობა, ხოლო მეორე მხრივ დეველოპერის წარმომადგენლებისთვის სიტყვიერ დაპირებებზე მინდობა. გახსოვდეთ, ბინის შეძენისას მხოლოდ ბინის მდებარეობა, ფასი, დრო, როდის შეიძენთ, არ არის გადამწყვეტი. ძალიან მნიშვნელოვანია პატარა წინასწარი გამოძიება ჩაატაროთ იქამდე, ვიდრე ბინა შეიძენთ, ვიდრე გეგონოთ რომ ბინა შეიძინეთ, გადაიხადოთ ფული და აი რომ ვერც ბინას მიიღებთ და ვერც თქვენ გადახდილ ფულს დაიბრუნებთ, შემდეგ დაიწყოთ გამოძიების ჩატარება. ახლა კი გამოიწერე არხი, რადგან შემდეგ ვიდეოებში ძალიან საინტერესო იურიდიულ თემებს განვიხილავ, მათ შორის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.